ჭადრაკის სასახლეში მინისტერიალის თასის ფინალურ მატჩში შინაგან საქმეთა სამინისტრომ სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს გუნდი დაამარცხა და მინისტერიალის თასს დაეუფლა. მესამე ადგილისთვის ერთმანეთს უზენაესი სასამართლოსა და თავდაცვის სამინისტროს გუნდები დაუპირისპირდნენ. გამარჯვება უზენაესი სასამართლოს გუნდმა მოიპოვა. მთელი დღის მანძილზე საუკეთესოს გამოსავლენად ერთმანეთს 16 სახელმწიფო უწყების თანამშრომლები ეჯიბრებოდნენ. მოთამაშეები რაფიტის ტიპის ჭადრაკს თამაშობდნენ და თითოეულ მათგანს პარტიისთვის 10 წუთი ეძლეოდა. ძალიან საინტერესოდ მიმდინარეობს მინისტერიალის თასი. ფაქტობრივად ყველა სახელმწიფო უწყება მონაწილეობს მასში. უკვე გამოვლინდნენ ნახევარფინალისტები, ერთმანეთს ხვდებიან სპორტის სამინისტრო და უზენაესი სასამართლო, თავდაცვის სამინისტრო და შინაგან საქმეთა სამინისტრო. მათი გამარჯვებულები შეხვდებიან ერთმანეთს ფინალში. შარშანდელთან შედარებით კიდევ უფრო გაძლიერდა და შემიძლია გითხრათ და უფრო კარგი გუნდებია, რაც ძალიან სასიხარულოა, იმიტომ რომ ძალიან სასიამოვნო იქნება თუ ამას ექნება მუდმივი სახე და ყოველ წელს გაიმართება.